მოგესალმებით ვირფასო დელმაკრონო, გამარჯობა როგორ გზარდებით, ჩვენ კარგად ვართ და კარგად ვიქნებით და აწნაბარადის და ახლა უკუნთებოდეს ახლა ვერ ვიტყვით, მაგრამ ნუ სანამ შეგვიძლია და გვაქვს ერთი ადგილი ვიქნებით კარგად. ნუ ახლა რა ხდება? არის საშუალება. არის საშუალება და რატოა? კარგად. მოკლედ ახლა რა ხდება? ესე იგი ჩვენ 30-ში ვამთავრებთ სეზონს. მანამდე დაგვრჩა 2 კვირა რეალურად. ამ 2 კვირის განმავლობაში მოგვადუნეს მაგრამ მოგვადუნეს გაგვაზარმაცეს მოგვადუნა ასევე შოპოების ფარველებმა რომელმაც თქვენს რომ არაო 6 თვეში არაო იქიდან წელს იმიტომ რომ 6 თვეში დასაყრდენი არ ყავსო კაცო ხო ნუ მოგვადუნა კაცშვილი არ არის ვისაც და ეხლა რაღაცას საინტერესო რაღაცებს კი ვეძებ და პოულობთ კიდევაც რა კარგი ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ამბავი არის ეს ამბავი რომელსაც ეხლა მე გადავიდეთ ხოლმე არტზე ეხლა ეს ამბავი გახსოვთ რომელი აი ხა გავუშვი გავიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით TV პირველის ოპერატორის ცემის ფაქტზე. ფაქტი მოხდა გუშინ გვიან ღამით, მაშინ როდესაც ჩვენი ოპერატორი სტუმას რთავდა ბათუმში 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადამიანები, ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მიუახლოვდნენ ოპერატორს და მასზე განახორციელეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხო, კაი, მადლობა. არ მახსოვს. ხო, აი, ფაქტი. არ მე ფრაზა მევასო ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი რო დადის ძალადობრივი ჯგუფი. ეხლა მე გაჩვენებ რა მოხდა სინამდვილეში და მე ჩემ ანალიზს შემოგთავაზებ რა. აი ეს როდინდელი არის. ეს ეხლა ხანს იყო რა. ეხლა გავუშვით. კამერაა გადაღებული. ოპერატორს ხედავს, ემზადება მართლაც, მოვიდნენ ვიღაცეები. და ოპერატორს რაღაცას ეუბნებიან. აშკარად ეუბნებიან რაღაცას და დიდი ალბათობით აგრესიულ რაღაცას. უყურებთ ახლა. რაღაცებს უხსნიან, რომ ცუდ ტელევიზიაში მუშაობ. ფორმულა სიუჟეტი ხო არ მოეორდება? აი, დაარტყა პირველმა. კი. თუმცა მე გაშველება ამბავი. ხო, ნუ მაგას ქვია სწრაფი ტრახი. კი ბატონო. ეხლა მე ვიტყვი ეს ამას, რა. რა თქმა უნდა, ოპერატორი კაცია და ოპერატორს აქვს თავისი ღირსება როგორც ყველა მამაკაცს. და რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, რომ თუ შეაგინებენ, ან ძალიან შეურაცხყოფას მიაყენებენ, თავი დაიცვას. მაგრამ ერთია, როცა ამას რაღაცა მილიციურ ფორმას აძლევ, ჩივი, მერე იძახი რომ მედიაზე მოხდა თავდასხმა და ასე შემდეგ, ხო? და ეგ სხვა მიმართულებაა. მაშინ აიტანე ეს და დაახლოებით ეგ იგივე სცენარი რაც ფორმულას გადამღების ჯგუფზე რომ მოხდა, ხო? არაფორმალურად. გრებავთ მამაკაცური კუჩური კანონებით, არ გვინეს კუჩური კანონი, ზოგადად ადამიანურად. შეგაგინეს და რეაქცია გქონდა რა. რუღარ აძლევ რა იმ მიმართულებას რა. ხო მაგას რატო ზუსტად იგივე ზუსტად იგივე ხდება რაც ფორმულას შემთხვევაში მოხდა სადაც ჩვენ გავუშვით ის კადრები ამოღებული ერთ-ერთი ბარის სათვალთვალო კამერიდან სადაც აშკარად ფორმულას ოპერატორი შტატივის ხო ეს დასაყენებლო იმას კისრის არეში ურტყავდა რა და მე უბრალოდ გაილახა ანუ პირველი ჭუბის ინიციატორი პირველი დამრტყმელი ის იყო აქაც ამ შემთხვევაში ეს აქ ოკეია რა ზუსტად ეგ ხაზი არის რა რომ შეიძლება ზუსტად ჟურნალისტი გოგონაც დაიცვა შეიძლება გინება ვარ მოითმინო ის მაგრამ ეს მე შეფუთო როგორც მედიაზე თავდასხმა და თან ის ადამიანი მე ფორმულას სიუჟეტი იყო ფორმულას შემთხვევა кейსი იყო განსაკუთრებით გამაუგნებელი, იმიტომ რომ ის ადამიანი მართლა თავს იცავდა, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, თუ შეუძლიათ რომ ჟურნალისტებმა გაგინონ, ერთსამ თუ ჟურნალისტებს შეუძლიათ რომ გაგინონ ეთერებიდან, შენ რატო არ შეგიძლია მაშინ რომ აგინო? აგერ ძმაო, მე შევაგინე ერთი-ორ ადამიანს და მზად ვარ რომ ატვეტი მივცე რა. მაგრამ მაგას თავი დავარ. თუ დაგვხდნენ და რაღაცა კონფრონტაცია იქნა, დაიწყებ რომ ეს იყო ჟურნალისტიკაზე თავდასხმა და რაღაცეებს, რა? უნდა ეგა. არა, უყურეთ ჩვენ ტელევიზია არ არის ტელევიზია, რომელიც ნუ მე ყოველ შემთხვევაში ალბათ თქვენც არა ვართ ეს ხალხი, რომელიც ეთქვის ქართულს, რომ აი შეგაგინებენ მოითმინე და ასე. კი, ადამიანები ვართ, ემოცია გვაქვს და
კი უნდა მოიწმინო, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ემოცია ჩემთვის გასაგებია, ხო? გასაგებია, ასე ვარ გაზრდილები. და რა თქმა უნდა, შენ ოპერატორი ხარ, ჩართვის ჯგუფის წევრი ხარ, ნებისმიერი ჟურნალისტი ხარ, გააქვს თავის დაცვის რაღაცა ღირსების დაცვის უფლებაც არა ფორმალური კანონებით, არამედ ზოგადად არაფორმალურად, მაგრამ ამის მერე რომ ეხლა რაღაც ამბავს ეხლა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს შეშლა და რაღაცა ყველაფერი მალე განიმუხტა და შეეძლოთ გაეგზელებათ. მე მგონი არ შეეშალათ რა. აი ეს მინდოდა მეთქვა. აწი რომ ასე რომ მიხედეთ ამ საქმეს რაღაცა ამოიჩიეთ. რა ცხოვრებით ცხოვრობთ ამოიჩიეთ რა. კი ბატონო, და აგერ კიდე ერთი ძალიან საინტერესო და სიმპტომატური სიახლე ვნახე დღეს რა. ხო, რაო. იდეოლოგიური, აი ბლუმბერგი ამბობს, რომ სამართლებრივი პრობლემების გამო ევროკავშირი ზოგიერთი უკაცრავად ბოდიში. ეხლა გავახსენდა 19 ივნის მოხდა ეგ და ორი პირია დაკავებული. ამ საქმეზე? ამ საქმეზე ორი ეგრეთ წოდებული თავდასხმელი. და არ არის სწორი ეგეც რა. ეგ კაც რო იჭერ, შენ მაშინ ბოლომდე უნდა თქვა, მოვიდა შეურაცხყოფა, მოგვაყენა სიტყვიერი, ჩვენ დავიცავი ჩვენი ღირსება და ატყდა ჩხუბი და ესია საქმე, ესია სწორი. ან ვაფშე მილიციაში არ უნდა იჭერ. ეს ფორმულას შემთხვევაში ერთი იყო ვაფშე. კი ბატონო, ხო და ბლუმბერგი აქვეყნებს ეს რაღაცას, რომ სამართლებრივი პრობლემების გამო ევროკავშირის ზოგიერთი რუსისთვის, ანუ რუსი ოლიგარქი იგულისხმება აქ და რუსი ბიზნესმენი სანქციების მოხსნას განიხილავს. მათ შორის არის აბრამოვიჩი და ასე შემდეგ და ასე მადნეულის მაგნატი, ფოლადის მაგნატი ალექსეი მორდაშოვი და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი, ვისაც დაადეს სანქციები ევროპელებმა ეხლა აპირებენ, რომ მათ მოუხსნან სანქციებს. საბოლოო ჯამში ჩვენ რასაც გვთხოვდნენ, რომ დავასანქციროთ რუსეთი, ხო? აი, სოფლიო ევროპის ორმაგი სტანდარტი. ევროპის არა მარტო ევროპის, დასავლეთის ორმაგი სტანდარტი. მოდი გავხილოთ რა, მართლა რა ხდება, ესე იგი. გაზი გადის უკრაინის გავლით და იქ რა ქვია ევროპაში, ამას დამატებული ამერიკა ყიდულობს გაორმაგებულ ნედლეულს ატომური ელექტროსადგურისთვის იქიდან, რუსეთიდან, რუსეთს უხდიან ყველაფერს რუბლებში, სასუქზე არ დაუდიათ არანაირი სანქცია, გაზზე სანქცია არ არის. კი ბატონო, რუსეთს რუბლებში უხდიან ევროპელები გაზის საფასურს და ამ პირობებში ჩვენ გვეუბნებიან, რომ რო არ დავასანქცირეთ, არ შეუერთდით საერთაშორისო სანქციებს, ეს არის თურმე ტრაგედია. ეხლა მე გეტყვით და უხსნიან სანქციებს იმათ. ეხლა მე გეტყვით ჯელობას. ერთი საინტერესო მიმოხილვის ჯელობა მოვისმინე. რომ რუსეთს საყვედურობდა მეო რუსეთსო ჩემთან რუსეთს საყვედურობენო გლობალური ომი რატო არა აქო წამოწყებული და მე ამას 21 საუკუნეშიო გლობალიზაციის პირობებში აი გლობალურ მთელი ქვეყანა რო ყველა რესურსით გადადის რა დედაქალაქებს რო ბომბავს და რესურსებს რო უწყვიტავს საერთოდ ტერს ესე აღარ ომებურებ ყველაფერი ურთიერთკავშირშია მაგალითადო ევროპაო და ეს მართალია ინგლისის და ამერიკის გარდა, ხო? ევროპა ძალიან დოზირებულად აწვევს მძიმე შეერაგებას იმას, რა ქვია, უკრაინას. და ძალიან ჩივია და გერმანელებს აგინებენ პირდაპირ, ხო ხედავთ? ელჩიც კი თქვენი ბრალიაო, კაცო. ხო, გერმანია არ აძლევს მძიმე ტანკებს და ასე შემდეგ. და არ აძლევს, იმიტომ რომ ამას საპასუხოდ შეუძლია გადაკეთოს გაზი, რაც კოლაპს გამოიწვევს. ევროპაში არის უკვე ეკონომიკური ეს კოლაპსი მაინც იქნება. ევროპაში არის უკვე ეკონომიკური კრიზისი. იტალიის პრემიერი გადადგა უკვე მერამდე და სხვა შორის მოდი ვთქვათ ამერიკაშიც არის. კი, და ეხლა მე გეტყვით სადა. აქედან გამომდინარეო, ყველაფერი არის ურთიერთკავშირში. ამ შემთხვევაში უკრაინელები გამოდიან ყველა დაჩაგულები. იმისთვის რომ რუსეთმა გერმანიას არ გადაუკეთოს გაზი, გერმანია არ აძლევს უკრაინას იარაღს. მაგრამ სიმბოლურად მაინც იძულებულია რომ გაატაროს გაზი. მაგრამ სიმბოლურად უცხადებს ხარდაჭერას. და იძულებულია რომ თავის ტერიტორიაზე ტრანზიტი მაგრამ რაც თავარა ვერბალურ არტიკულირების დონეზე უცხადებს ხარდაჭერას. ჩვენც იგივე არ გავაკეთეთ. და ჩვენ რატო გთხოვენ იმას, რასაც თვითონ არ აკეთებენ მაშინ. ძალიან საინტერესოა რომ ტრანზიტით რომ მიდის გაზი რუსეთი უხდის ფულს უკრაინას. ხო და მაგარი ამბავია რა. კი ბატონო. ეხლაც? აბა ისე როგორ გაივლის კაცო. უფასოდ ატარებს? ანუ ეს სავაჭრო ურთიერთობები არის რა, ჩვეულები. კი ბატონო, მოკლედ ეს იმის სათქმელად გჭირდებოდა, რომ ჩვენთან ცხელთავიანი ორთოდოქსი ლიბერალები, კი არა, ფსევდოლიბერალები ვინც არიან,
რომლებიც ჩვენ თავრობას ამუნათებენ თუ რატო არ შეუერთდნენ, რატო არ შეუერთდა საქართველოს ამ საერთაშორისო სანქციებს, აი, აგერ არის რა ყველაფერი. და შევადაროთ რა, როგორ იქცევა დასავლეთი, როგორ ოპერირებს, როგორია მისი ფუნქციონირების მექანიზმი, როგორია მისი ქცევა და იმის მიხედვით ნოდარა გავუშვათ. გავაკეთოთ ჩვენზე რა. დავიდა ნოდარა. და ვერ დარჩება რეაგირების გარეშე და ეს იქნება ხუდიში? ავფეთქდით. არა, ჯერ აქავართ. ესე იგი, იქნაც ჩამოწე, იქნაც გავუშვა. აქედანაც მინდოდა და იქნაც. დავიდა? სრულიად ახალი მოსმენების კიდევ უფრო დიდი მასშტაბის დადასტურება, რომ კრიტიკულ მედიის ნიუსრუმებში დგას ჩამწერი მოწყობილობები და ეს დააყენა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ეს, რა თქმა უნდა, ვერ დარჩება რეაგირების გარეშე და ეს იქნება დამატებითი მტკიცებულება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ჟურნალისტების სარედაქციო პოლიტიკა და გადაცემის დაგეგმვის პროცესი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ფარული მიყურადების ობიექტი, რაც არის სრული კატასტროფა. ამაზე პასუხისმგებლობას ლილუაშვილის უწყება ვერ გაექცევა, იმიტომ რომ სწორედ მისი ხელმძღვანელი სუსის უფროსის ნებართვის გარეშე ამას ვერ გაბედავდა ვერავინ და ცხადზე ცხადია. სტოპ, ეს გასაგები. ეხა უკაცრავად, გაადიდეთ რა, ნოდარა გამიდიდეთ. გვერდზე თმა რო სამზოლად რო აქვს, ეგ მოდა არის ეგეთი? აფრიკული ადიდასის სახეა. არა, მართლა მაინტერესებს მე არის. ხო, ნუ იმას შეებიან ხოლმე. ამას აქში შეუძლიათ გააკეთო. კი ბატონო. ალბათ ფეხბურთელებს, ხო, უფრო. წარბით შეიძლება, არა ფეხბურთელებს, TikToker-ები არიან. რატო არ გჯერათ რომ ადიდასის სახეა? ეს როგორ ნაერჩიო ადიდასმა, რომელი ადიდასი? Gucci Adidas კოლაბორაციის სახე. ადიბასი. კაი, ეხა ვილაპარაკოთ ანუ მე რაც ვნახებ ლიუს ამას მთავარი არქის გამოხმაურებაც ამ საკითხზე იყო რომ აღიარება რომ ეს არის აუთენტური, ეს ჩანაწერი არის აუთენტური. ყველა მერთხმად აღიარა. მაგრამ უნდათ არაფერს არ უნდათ იმის აღიარება რომ ვიღაცამ გაიტანა, ჩაუშვა ეგეთი. ნუ ცალსახად ვიღაცამ გაიტანა და ჩაუშვა, მაგრამ ყველამ ცალსახად ერთმნიშვნელოვნად აღიარეს, რომ ეს ჩანაწერი არის აუთენტური, ანუ ეს ჩანაწერი არის ორიგინალი, არ არის დამონტაჟებული, არ არის ის რა ქვია, გაკეთებული, გამოკეთებული. რაც იმას ნიშნავს, რომ გოგაშვილით დაინტერესდა უკვე საგამოძიებო ორგანოები და გოგაშვილი უნდა დაიჭიროს რა. რაც იმას ნიშნავს, რომ გოგაშვილი ყურუმსაღობაში იყო შემჩნეული ძალიან გლახას აქციელში, რომელიც არის ფაქტობრივად არ ვიცი ღალატი, ნუ სამშობლოს ღალატი არ დავარქვათ, მოდი დავარქვათ გუნდის ღალატი, მაგრამ კლასიკური ღალატის ის იყო. არა, არ შეიძლება ეგეთი რამე სხვა არაფერია. და მიუტანა ჭინკებს რა. აგრეთვე გაიგო ის, რომ მთავარი არქის შიდა წრეებში სოსოს და ნოდარს დაქალებად მოიხსენიებენ. ეგეც მნიშვნელოვანი დეტალი იყო. ნუ რო არ ევასებათ ნოდარი გაჯადრუთლიან ეგ გასაგებია კაცო ეგ. ნოდარ მელაძე რატო აქცენტირებს ნაგლად კიდევ იმას, რომ კრიტიკულ მედიაზე მოხდა მიყურადება. რატო არ უშვებს იმას, რომ გაუპროსტიტუტდათ ერთ-ერთი იქ მჯდარი ტიპი და იმან ჩაწერა და მიუტანა მერე ეს ჩანაწერი. კრიტიკული მედიის ოთახებში, ნიუსრუმებში დგას მოსასმენი ხელსაწვევები. მერე ბიჭო, თქვენ ხელში არ არის ყველაფერი. კვირაში ერთხელ გადაამოწმოთ ეს ხელსაწვევი. ანუ ეხლა შეამოწმონ. ხო. აი ეხლა შეამოწმონ, გააძრონ და მეტი რა გინდა. და თუ ვიღაცა იქაურია, გარეული, მიდის და აყენებს და მერე მოაკდა ასე შემდეგ. მაშინ მიხედოთ თავიანთ და იცი რა მაინტერესებს ვინც კი არა და რამდენი კაცი იყო იმ თათბირში? 5 თათბირზე უბრალოდ 5 თათბირში დაბადების დღეში ხო და კონცერტში 5 კაცი და იმდენად ენდობიან ამ 5 კაცს და იმდენად წრფელი ტიპები არიან, იმდენად შეურყუნელები, რომ ვერც ეჭვობენ. ბიჭო, არა, ეხა ეგრე აწყობს რომ იბაძროს კაცო, ხო არ იტყვის აბარო. შიგნიდან გაგატეხესო. არის ეს სუსის მიყურადება ჩვენზე მიმდინარეობს არეკანონიერი თვალთვარი ჩვენს დინამო რასაკეთებს. ბოლო წამზე გაუშვეს გოლი და პენლებში გადავა ეხა თამაში. და იცი რა მაინტერესებს, აქ იწერებოდა Facebook-ში რომ კვარაცხელიამ გაიტანა პირველი გოლი. კვარაცხელიამ გაიტანა 2 გოლი და არა, საგოლე პასი გააკეთა.
ორი პირველ გოლი გაიტანა, თამაში საგოლე პასი გააკეთა. ვახშენი ჭირი მე რა მაგარი ბიჭია. აუ, ორი გოლი. მალაძეც. კაი, ამასობაში ჩვენ კაი ხალხიდან ნაკლებად კარგ ხალხზე უნდა გავქნათ ეგარი ჩვენი ამოცანა და ასე ვთქვათ, ეს ძალიან დიდი გეგმაა. წავიდა. დავდივართ კიდეც, მაგრამ ეხლა როგორ წარმოვუდგენია იგივე გიგაპოკერია, ჩვენ ეხლა წავიდეთ ყველამ სადღაც ვიაროთ, ფიზიკურად ნადგურდება და თავი გვეჭრება საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ეხლა რა ვიაროთ, კაცო, ვიაროთ კი არა, ყოველდღე ზეწოლას ვახდენთ, მეც პირადად და ვიცი რომ ეს ადამიანები მუშაობენ. უხერხულია უბრალოდ. აქ მომწონს, არ მომწონს. შეიძლება ყველა სხვადასხვა აზრი აქვს, მაგრამ სირცხვილია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. თუ ამასაც არ გააკეთებს და დაანახებს დეკლარირებულად უკვე დასავლეთს რომ აი მე ხელისუფლება არაფერს არ მერე ბატონო ჩემო ძვირფასო საზოგადოება იმისტებო ამისტებო გამოვალთ შვიდობიან რას იზავენა? გამოვალთ შვიდობიანადო ეგრე დაიწყო? და რა, აბა ფანტაზიაში თუ ბაჭოა მაგის მასტერი კაცო. გამოვალთ შვიდობიანად და დაგამხობთ. ნუ ეგ ტრივიალურია რა. რა თქვა, გავწვევით ქუჩაში. დამხობა სწორი ხაზია? არა კაცო რა არის აქ სწორი და არა სწორი. არა, წყლის ლეიბებს გავუბერავთ და ეხა იმაზე გავწყობთ. წყლის ლეიბებს ოღონდ. ოღონდ ეგ გადაობაა. კაი, ნუ ვერ მიხვდებით, ეს წინასწარმეტყველება ამ ხალბატონის საუბრის შეუძლებელია. გაუშვით.იანად გავაკეთებთ დიდ ალყას, გაუსვლელად რუსთაველიდან და მიტაცებულ სახელმწიფოს შვიდობიანად დავიბრუნებთ რუსთაველზე. მე სხვა გზა არ ვიცი და თუ ვინმე მიცით, ეს არის გზა თქვენ რუსთაველზე. არმამენტს არ ტყავს ალყას? ეს ძალიან დიდი ხანია კეთდებოდა ეგეთი რაღაცები და ალყა მერე ვერ კეთდებოდა და იშლებოდა. პოსტის შენობა რო დაიკავონ. და რა დიდ ალყას გააკეთებ? პოსტის შენობა რო დაიკავონ. პოსტაში არაფერი აღარ არის. მაშინ რამიშვილი გაკეთებს ახალ სასტუმროს. და რამე შენობა რომ მიუცეთ? აი რა მიუქციოთ და რა. ნუ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ხო იქნება რაღაც შენობა, ქონების მართვას რო ველაპარაკოთ. შევთავაზოთ, ჩვენ ხო გვინდოდა ქალაქის აშენება ნაცებისთვის, სადაც თავიანთი ვალუტა აქვს და თამაშობენ ქვეყნობანას. არ გვაძლევენ ამ მიწას და ერთი შენობა მაინც ერთ იდეას, რა ვიცი, შენ თუ გახსოვს. შეიჭრან ხოლმე იმ შენობაში იჭხუბონ. ან რატომ უნდა გახსოვდეს, ან შეიძლება გახსოვდეს კიდევაც. კომუნისტების დროს იყო საზოგადოების ერთ-ერთი ესეთი მეთოდი ჩასახლება. კი, ნუ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მსმენია. გაგიგიეთ. ესეთ ჩასახლება იყო საგარეჯოში. უდაბნოში. კორპუსი იყო და გვერდზე იყო ტერარიუმი. საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, ტერარიუმი იქ ჩასახლებიდანაც გამოუშვეს ხალხი, ეგ ფორმა გაუქმდა და ნუ ტერარიუმიდანაც გაიქცა გველები. ეხლა არ ვიცი გველები როგორ არიან, მაგრამ ის გველები ამ გველებს რა თქმა უნდა არ ერჩიან და ის რო აიღონდა იქ რო გააკეთოს სახელმწიფო იდეაა ეგეც, მაგრამ ოკეი, მე ჩემი ის უფრო მომწონს რა, რომ ამათ უნდათ მოკლედ თამაში უნდათ. ფროიდი წერს, რომ ზოგადად ადამიანი თამაშს არასოდეს არ წყვეტსო რა, ბავშვი რო თამაშობს, ან ბავშვის ექსკლუზივი არ არის თამაში, ზრდასრული ადამიანის ყოველთვის ცხოვრებაში რაღაცა თამაშის აქტს განასახიერებს. ესენი უბრალოდ ძალიან ვულგარულად და ძალიან მანერულად თამაშობენ და ამათ უნდათ სახელმწიფობანას, რევოლუციონერობანას და რაღაცეების თამაში უნდათ, გესმით? ანუ აი ქვეყნის მშენებლობანას და რაღაცეების თამაში. ერთი შენობაა საჭირო, სადაც შეიჭრებიან ხოლმე, იქ გადააგდებენ ერთმანეთს და ამხობენ რაღაცა, ვიღაცას არ შეუშვებენ და მეორე მიშა სჭირდება პატარა, აი 1000 კაციანი ჯგუფი რომ მიუცეთ თავისი ესექტა. თავისი ვალუტა გაუკეთოთ კრიპტო. სადგინე ეგ ტერიტორია, ბიჭო, იქ მოწამული. შენ რა გონია, ეხლა მე დიდ ტერიტორიაზე ვლაპარაკო? შენ ეგეთი რა. 9 ჰექტარში ჩაუტევდი. ლეიბების საწყობი მიეცდა ეგა. აი 9 ჰექტარში ჩაუტევდი რა. სოფიოს არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტი ვიცი, რომ ღორების ფერმა სადაც არის. ხო. იქ შავი ჭირი თუ რაღაც ღორის ჭირი თუ გაუჩნდა, ხო. იქ შეჭირებული ღორი თუ გაიჩიტა და დაიხოცა. 50 წელი ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ეგ არ, ხო. ეხლა წარმოიდგინეთ, ხა ხერხულია შედარება ღორებს ბოდიში, მაგრამ იქ რო დავასახლოთ მე. ამიტომ რაღაც ისე რაღაცა გვერდზე ეკლესია უნდა დაუდგათ ან რაღაცა
კაი რა შავეთ ჩვენ ახლა ეგეთი ქვეყანაც არ გვაქვს რომ ყოველი გოჯი მიწა ათვისებული იყოს. იქნება მიწები რომელიც გამოუსადეგარია ვთქვათ სამშენებლო. კაი დავიწყოთ მაგაზე მუშაობა. გამოუსადეგარია. აი ეს წავა იქა. სასოფლო სამეურნეო. ესეთია თითქოს კი. ივანიშვილს ეს იქნება ასანქცირებენ თუქსუსი, იმიტომ რომ ის უარს ამბობს ჩაერთოს ომში თითქოს დასავლეთს უნდა რომ საქართველოს ჩართოს ომში და ამას ვერ აკეთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამიტომ აძალებს ბიძინა ივანიშვილს რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში აიღოს ხელი ხმალში და ეკვეთოს რუსებს რაც არის სრული სიგიჟე და ბოდვა ივანიშვილს პრობლემები აქვს იმიტომ რომ მისი პოზიცია არის ცალსახა პრორუსული ქართული ოცნებაც და ბიძინა ივანიშვილი არის განწირული შეუძლებელია ისეთ რამეს ისტორიას დაეჯახა ივანიშვილი და ისტორიას ვერავინ ვერ მოვიდა. კაი. ხო ჩეზეთი ხო ნუ კაი ეს ხა იქნება იქ როგორ თუქსუსი მიშას. ბიჭო რა არის იცი რომ ეს რაც კი დაუშავა მიშას რეალურად ეს ტიპი ხელს ძალიან ვის? მასების აყოლებაში ეს უფრო უშლის ხელს თუ გუბოზე. გუბოზე ვაფშე არ უშლის ხელს. არა, როგორი მასების, მეტნაკლებად არამიშისტური მასების. ბიჭო, გუბაზე რომელ მიტინგზე გინახავს? არ გამო. რა გინდა? არა, ტელევიზორში რო გამოძა სიგიჟეებს რო იძახეს. აპატიობენ ანაცებს გუბაზის. არა, რასაკვირველია, აი უყურე საშუალო სტატისტიკური ახალგაზრდა. რომელიც დაუშვათ მივიდა 20-ში. და ნუ ნაცები არ ევასება, მაგრამ ევროპა უნდა. რაღაცნაირად მოახერხეს ზოგიერთი მათგანისთვის ტვინის გამორეცხვა და აი ბუღაძები და იმით შენიღვა. აი ვისი გამოჩენა უტყდება უფრო მერე ამ მისულზე ტვინ გუბაზის თუ ამის. ხო, არა, ეს ჰიპსტერულ თუსოვკაში ინტეგრირდება და ერთობა კიდეც და რაღაც თუსოვკებზე იჭითება. თუ მაგის თქმა ესე მარტივად ყვეტენ ისინი. ხო, მაშინ გუბაზი უფრო ტოქსიკურია. ხო, მაგრამ ამას რო გაცილებით უფრო საშიში და მუტალი რაღაცები აქვს ჩადენილი. ეს უფრო ნაზირავა პრინციპში ვიდრე გუბაზი. ანუ ის ჰიპსტერი ვერ არჩევს მაგას, ხო? არა, ის დებილია და მაგიტო. მაგი მაინტერესებს. ის არის დეზორიენტირებული. სრულად დეზორიენტირებული, აი ყველანაირი კოორდინატები რომ მოშლილი აქვს. აი ქარდავა რო ცუდია, იცი? დაახლოებით ფოთოლი ქარდავა ვინა არის ეს? არა. ქარცუგულავაზეც არის. ქარდავა კი არა, ქადაგიძე. ქარდავა, კაცო. ქარდავა კი არა. აჩუკიზე ამბობ? ქადაგიძეზე ამბობ. არა, უიმე, რა ერქვა იმ სადის კაცო რო დაიჭირეს. მეგის ქარდავა. არა, მეგის ქარდავა რო იცის? ეგ მაგდონეზე იცის. მაგრამ ეგ ჰიპსტერი, ჩვენ რაზეც ვლაპარაკობ, კრებსტი ჰიპსტერი არის, აი როგორ გითხრა, ცუდი გაგებით რაღაცა წყლის კონცეფცია რო ავიღოთ, რომელ ჭურჭელს ჩაასხავ ინფორმაციას ფოთოლივით რა ქარის არის დაზავ, ანუ თავის სიმყარე არ ფლუგერია რა. სიმყარე არ გააჩნია რა საერთოდ. ეს თუსოვკაში რაც არის აღიარებული რიტორიკა, ხო და აი იმას მიყვება ბოლოს. შენ დაისვავ დაებაზრები, ისე კომფორტულ გარემოში. მე შენთან არის. შენაზე იმ მომენტამდე სანამ არ დაუბრუნდება ისევ განსხვავებული აზრის სივრცე. ანუ რევოლუციას ვერ გააკეთა. არ ვერასოდეს ვერ გააკეთა. არა, აი მაინტერესებს თვითონ როგორ გაჟის უნდა წართმეული აქ. აი მაგალითად წართვა არც არასოდეს არ ქონია. აი მაგალითად ეუბნები რომ გუბაზი არის უბრალოდ დაძირალა, მოღალატე, დამპალი კაცი, რომელსაც არანაირი პრინციპები არ გააჩნია და ასე, მაგრამ მას არ ჩაუდენია დიდი ალბათობით კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული. არ ჩაუდენი. ხოლო უგულავა, რომელიც თანამდებობებზე იყო და სულ მუდმივად რაღაც სისაძაგლებს აკეთებდა, ოღონდ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ და კოდექსის დარღვევით. და ამაზე იჯდა კიდევაც. არის უფრო დიდი ნაძირალა. კი, თანამედროვეც გამოიყურება გუბაზი ქაჯი არის, ხო დაუშვათ, ეს ნაკლებად, მაგრამ ეს უფრო დიდი ბოროტება არის, რომ ამას ეს გასაგებია, მაგრამ ამას ბერკეტი არ ქონია უბრალოდ არასოდეს რომ რაღაცა ჩაეძინა. ამ ბრძოლაში მოყვება? იცი რა არის, ნახე პირველი რატო გითხარი, რომ განსჯის უნდა არის საერთოდ არ ქონია თქო, რამე განსაკუთრებით დაბალ ორგანიზებული ტიპი კი არ არის და დეგენერატი და რაღაც. არა, უბრალოდ არც განსაკუთრებით წიგნი უყვარს, არც განსაკუთრებით ცოდნის მიღება. უბრალოდ ფორმალისტურად არის რა, მთლიანად განწყობილი, ანუ ფორმა ევასება რა. რაღაცა მასკარადული ტიპია გესმის, აი დრაგები, რაღაცა გულაობა, ტერმინოლოგია ძალიან შეზღუდული აქვს და შესაბამისად აღარ რჩება არც დრო, არც რესურსი, არაფერი იმისთვის, რომ გაიგოს რა არის ცუდი და კარგი გესმის. აქედან გამომდინარე,
აი ეს საზრისი და ეს განშის უნარი წართმეულია. კი, თამამად შემიძლია ვთქვა, წართმეული არა, არც ქონია. უბრალოდ ზუსტად არის იმ ახალგაზრდის ტოლფასი, რომელმაც იცის, რომ არაფერი არ იცის სიტყვაზე რა და არ არის კომპეტენტური. უბრალოდ ამას აქვს ამბიცია რა, ჰიპსტერ ტიპს, რომ მე შემიძლია რაღაც გადაწყვეტა. თორე არაფრით არ განსხვავდება ცოდნი იმ ტიპისგან. მათ შემიძლიაზე არ არის, მანდ უფრო ის არის, რომ მე მეკუთვნის, იმიტომ რომ ანუ ეგ განსაკუთრებულობის და გამორჩეულობის შეგრძნება ხო აქტიურად არის რა მაინც ჩვენს შემდეგ თაობაში. იმიტომ რომ ყველას ხელმისაწვდომობა აქვს სოციალურ ქსელებზე, სოციალურ ქსელი შენ გაძლევს ხმას, სოციალურ ქსელში შენ შეგიძლია ნებისმიერი საკითხზე შენი აზრი ღია. შენ იყო ის რაც არ ახარ სინამდვილეში. ხო, არა და თან შენ საჯაროება გეძლო ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ რა. ხო. მაქინა გამომდა შენ გონი რომ იმდენად ლეგიტიმური სპიკერი ხარ. გინდა პოლიტიკურ საკითხზე იქნება, სპორტზე იქნება, ხელოვნებაზე იქნება. ყველაფერზე შეგიძლია რომ კომენტარი გააკეთო. შესაძლოა ანუ ეგ განსაკუთრებულობის, გამორჩეულობის შეგრძნება აქტიურად არის ფეხგადგმული. ამასთან როდესაც ტურსა უკაიკრება და იქ ერთნაირი სოციალური ჰაბიტუსი ყალიბდება საბოლოოდ. ამ სოციალურ ჰაბიტუსს აქვს მე უპირატესობის შეგრძნება იმაზე, ვინც ამას არ გავს. ან შემოდის ამის სივრცეში და არ ემსგავსება ამას. თუ მე არ მემსგავსება, ესე იგი ბანძი ტიპია, ესე იგი გოიმი არის რა. ჩემნაირ თუ არ ხდება ასიმილირებას თუ არ ახდენს ჩემთან. ამიტომ ეგ ყოველთვის არის ხოლმე ისეთ სოციალური სივრცეების პირმშო, რომელიც ანუ როგორც კი ბუდეს ურღვევ, ანუ მორჩა დეზორიენტირებული არის რა, ანუ ის ვეღარასოდეს ვეღარ შეიკრება ეგ სივრცე თუ არ ექნა რა, მაგიტომ ძალიან დიდი ტრაგედია მაგ ახალგაზრდობისთვის იყო ბასიანის დარბევა და კლუბების დარბევის თემა რა. ამიტომ მაშინ ანუ საკუთარი წარმოიდგინე ამ განსხვავებულობის შეგრძნების სახლიდან გამოყარეს გარეთ რა. ანუ მაგ ტიპს ვეღარასოდეს ვეღარ დაარწმუნებ, აი რა როგორი მტკიცებაც არ უნდა დაუდოროთ, დაუშვათ, არაფერში ხელისუფლება დამნაშავე ამ საკითხში არ იყო, იმას შენს მიმართ კეთილგანწყობას ვეღარ გახდი რა. იმიტომ რომ სახლში შეუვარდი და არასწორ დროს გამოიყვანე გარეთ რა. მოდი ხა ეს კაც ამას მოусმენთ ეს кай კაცი. ტიპიკაციის, ასე ვთქვათ, აი ეს ესეთი უხეში ფორმებია, რომ ვთქვათ, რაგბისტები იმარჯვებენ და იქ მართლაც თურმე გამარჯვებული ივანიშვილი ყოფილა. და საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი რაგბისტი ივანიშვილია. ხომ და ეს რომ გამოდის და ეს გამოდის, იმიტომ რომ ყველა ასეთი ტიპის ქცევა თავის თავში შეიცავს ასეთ მარაზმს, კომიკურ მარაზმს, ხომ? რომ არა რაგბისტი, არამედ ივანიშვილი, არა წარმატებული სუმოისტი, არამედ იქაც ივანიშვილი. ანუ ნებისმიერი წარმატება, რომ ჩავარდეს, ასე ვთქვათ, ეს არის დებილი ამის დედავატი. ეხა გავბრაზდი რა. როგორ კაცო პროდიუსერი ვარ მე, შოუ ბიზნესში როგორ არის? ფული დავხარჯე, ვასწავლე, ვიპოვე, აღზარდე, ფული დავხარჯე, შეუქმნი პირობები და ჩემი არ არის წარმატება. რა თქმა უნდა, იმისაც არის, მაგრამ მე ვარ აქ თავად. არ მაგ წარმატებისგან გზამიეცი შენ პირველ რიგში. ვერ მოინელა ტიპმა რომ ბიჭო არც მე რა არის ეს? არა ნახე ვაპ იცი რა არის მე რო ეხა მქონდეს ძალიან ბევრი ფული და უცბად დავაფინანსო ქართული ფეხბურთი მე რამ ფეხბურთმა წარმატება მოიპოვოს კი ცალსახად მარტო ჩემი შეიძლება არ იყოს და შეიძლება რომ აი რაღაცა დებატო დილემურად მაგრამ რაგბი რომელიც არ არსებობდა საერთოდ თითქმის არ არსებობდა ინფრასტრუქტურა საფარი არ იყო ბუცები არ ჰქონდათ ექიმი არ ყავდათ ფეხბურთ სტადიონები ჩრდილში იყვნენ ყველა მაგრები იყვნენ არა ნუ ფაქტობრივად რა და ეხლა ყველაფერი რომ ამ კაცმა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და გააკეთა რამდენი რა შევადაროთ რა საქართველოს არა როგორი პატარა ქვეყანაა საქართველოს 100 მილიონი არ ყოფილა ბევრად მეტი იყო 9 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული ანუ საქართველოს 200 მილიონი დოლარი საქართველოს როგორი პატარა ქვეყანაა და ბიუჯეტი რა გვაქვს ხო? აი იმის მიხედვით ეხლა რაგბში რო გადავიდეთ ძალიან დიდი ფულია დახარჯული. რა თქმა უნდა რომ აუ გინდა არ გინდა აქ არ აქვს მნიშვნელობა როგორც გუბაზე იტყო და მოგწონს ივანიშვილი არ მოგწონს ეგრეა ეხლა ეკუთვნის და მიდი და არ თქვა ეხლა ბუღაძე არის ღრძო კაცი. ღრძო კი არა ფარჩაკი კაცია. რა არის? გოიმი ბიჭია რა. ოკეი. წაგეს. ბათუმმა წააგო ხო გუში? ბათუმმა ისე წააგო ძალიან. ამ თემაზე ნუ ბუღაძე რო ეხა
არ ვიტყვი რა არის, მაგრამ არა, ივანიშვილი და მიშას დამსახურებაა რაგბში რომ გავიმართო. მაგალითად მიშას დამსახურება რო არის საქართველოს გაბრწყინება, განათება, განათლება, მაგაზე ძალიან მარტივად საუბრობენ ხოლმე ეს და ქეთი დევდარიანი და ეს უზის ხოლმე ესე კმაყოფილი სახით და თავს უქმნებს. ამ საკითხი როგორ დღეს, ანუ ბიზნეს მენეჯმენტმა რაც რაგბისთვის გააკეთა, ანუ ეს იყო საფუძველი, ფუნდამენტი იმ წარმატებისა, რომელიც მასზე აშენდა. ანუ ის რომ იტალიის, ანუ 6 ერის წარმომადგენელი იტალიას, ანუ სოფლიოში 6 საუკეთესო სარაგბო ნაკრებს შორის მყოფ ერთ-ერთს უგებს საქართველო, ანუ მაგის შესაძლებლობა რომ დღეს არსებობს, არის ამის დამსახურება, რომ ბიზნეს მენეჯმენტმა ამხელა ინვესტიცია ჩადო ამ სპორტში. ანუ ეხა ეგ იგივე ტიპის უარყოფა, რო თქვა, რომ მე-15 საუკუნის სახელოვნებო სივრცე მედიჩების დამსახურებით არ არის ისეთი დიდებული, როგორიც არის რა. ხო. ანუ ზუსტად იგივე რაღაცა. ანუ რო თქვა, რომ ანუ მე რაღაც მე მედიჩები რო არ ჯავდნენ და იმას შეგონე რა ქვია, ინფრასტრუქტურას კათოლიკურ ეკლესიას რო არ დაეკვეთა. არა, კათოლიკურ ეკლესიას რო არ დაეკვეთა ეს თანხები რო არ გაეღო, გენიალური ნაწარმოები, თუ მთელი აღორძინება ეკლესიის დაკვეთით არის რა. მიქელანჯელო, რა ვიცი, ჯოტო, რა ვიცი, ყველა ანუ ხო არა, მაგრამ ბიზნეს თემა დაკვეთა და ფულის მიცემა კი არ არის. ბიზნეს თემა და რაგბის არის მრავალწლიანი, ძალიან ისეთი სტაბილური, ასე ვთქვათ, რომელიც მეგონის ეგეთ სახელმწიფო არც არის რა, ეს პატარა ქვეყნებში შეუძლებელიც იყო, რაც უნდა მდიდარი იყო სახელმწიფო რაგბს ამდენი მისცეს. სტაბილური დახმარებას არა, შენება. აი სტადიონები როგორ შენდებოდა, მე უყურებდი ჩვენ ძველი ოფისადაც იყო ხო გახსოვს? სტადიონი როგორ შენდებოდა? ჩვენს თვალწინ შენდებოდა, ძალიან მალე აშენდა და რა მშვენება გახდა ნუცუბიძეზე ის სტადიონი რა. ნუ რაგბის სტადიონი არ ქონია. დაარბოდნენ ფეხბურთელების სტადიონზე რა. კი ბატონო. თამაშობდნენ. და ექიმი არ ყოლია და ის ძველი სასკოლო ხუმრობა რო არის, ხო იცი ყველაფერზე სკოლის ექიმი ნახშირს ან ანალგინს რო გაძლევს. ეგრე იყო რაგბის შემთხვევაში. და ის რა ქვია, რამდენი ბაზაა თბილისის საქართველოს ყველა რეგიონში ბაზაა ხალხო. ბავშვები დადიან იქ, ბავშვები ემზადებიან, ახალი თაობა მოდის. ნუ არა, ქართული რაგბის წარმატება და ბიძინა ივანიშვილი არის განუყოფელი ცნებები და ეს ასე ხარ ქართველი ბუღაძე ვერ მიხვდა და რაგბის საერთაშორისო კავშირი მიხვდა. ხო, ანუ ეხლა ბუღაძე არ აღიაროს, მაგრამ რაგბის საერთაშორისო კავშირს აქვს და თან ბუღაძემ რო ამაგრა იცის რაგბი და ასე შემდეგ. ხო, დიდი რაგბის თაყვანისმცემელი. ერთი რა. არა, ბუღაძე უკვე ზუსტად ერთი კვირის წინ იყო. ზუსტად ერთი კვირის წინ იყო იგივე ტიპის ბუღაძის ბოღმის ბუკეტი როცა გაიშალა, როდესაც კიჩი უწოდა ჩვენო სიქსის კაპელაში უწოდა საქართველოს გალობელთა გუნდმა რა. ერთ სიტყვის და მაგას. ისიც კიჩია ხვდები ამისთვის. არაფერი ის რომ ჩვენი კულტურა, ანუ ევროპული კულტურის მექაში ისე ჟღერს, როგორც იმის ყველაზე დიდი მკვიდრი შვილი, ეგ არის ამისთვის კიჩი. ის რო კიჩი რა არის ეგეც აუხსნათ. ვან მეორე ხარისხოვანი გამეორებადი მასობრივი მოხმარების მიბაძვით გადაღებული და თან ზუდად გაკეთებული ეგ არის. ის რო ბიზნეს ივანიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში აი ბუღაძის შემოქმედება არის კიჩი. ბუღაძის შემოქმედება სადაა? შემოქმედება. კიჩიც არ არის კიჩი, ბუღაძის შემოქმედება მგონი ძალიან პრიმიტიული ახსნა აქვს რა, მართლა, აი ჩვენ პროსტა ღირებულება ნაგავია. მარტივად ახსნა. ბუღაძე შემხვდა იმ დღეს. კიჩი უფრო მე არც ვიცოდი Facebook-ი, მოქმედი Facebook-ი თუ ქონდა. Facebook-ზე ქვია დიალოგი ცენზურაზე. რატო ქვია დიალოგი ცენზურაზე? არა, აქვს სხვა ბევრი Facebook-ია. არა, ნაღდი Facebook-ი ეგ არის, გადავამოწმე. და ჩხილებში უწერი, ანუ ხო სახელის მე რო გადაცემა ქონდა. დიალოგი ცენზურაზე ერქვა და დღემდე ეგ უწერი არც ის. ეგეც არის გადაცემა, ეგრეც არის. ის გოგი რო დაძდებს ახლა და სადაა ცენზურა? ანუ რაზე რომ რა პერიოდს განიხილავს? მაგან ძალიან მტკივნეოდ აღიქვა თამარმეფეზე რომ დაწერა და ეკლესია შეუტია. ნუ ცხადია ხა შეუტევდა. მაგ ხო ძალიან შეშინებული იყო რა, მამამის შეონადესთან მივიდა და გადამიჩინა შვილიო და მაგია ძალიან დიდი ბიჭო ხელოვანი თუ ეგეთ რაღაცას აკეთებ. მე მაგაზეც უნდა არ ქონდეს რა აგერ ეკოდეისაძემ გააკეთა და გააკეთა რა. ხალხო და გავითარდა კიდეც იმის მერე და არა გაუშვით ხალხო.
რომ უკრაინის მამაცი ხალხი და მისი მამაცი ხელისუფლება აი ამ ბოროტებას, ამ კგბ-შნიკურ სახელმწიფოს, აი ამ მეთოდებს დაამარცხებს და გააღწევს თავისუფალ სამყაროში, სადაც ისეთი ამბები ხდება, რომ პრეზიდენტი ეს ხალი ლაპარაკობს საქართველოს დაამარცხებს. არა მგონია, არა. რუსეთს დაამარცხებს და ჩვენ ერთხელაც გავუშვი რა. არა. შეიძლება ცოტა ადრე უნდა მოგვეჭრა. რომ უკრაინის მამაცი ხალხი და მისი მამაცი ხელისუფლება აი ამ ბოროტებას, ამ კგბ-შნიკურ სახელმწიფოს, აი ამ მეთოდებს დაამარცხებს და გააღწევს თავისუფალ სამყაროში, სადაც ისეთი ამბები ხდება, რომ პრეზიდენტი გადადგება ხოლმე მოსმენების სკანდალის გამო. რაც შეეხება ხელწერას, მართალი გითხრათ, დიახ, ეს არის კგბ-შნიკური მეთოდები და ამ ხელისუფლების პირობებში წინა ხელისუფლების დროს ჩვენ ვამბობდით, რომ ყველას გვისმენენ და მართლაც ხდებოდა ჩაწერება, მართლა ხდებოდა მე ვიცოდი, რომ ჩემი გადაღებული კადრები არსებობდა წინა ხელისუფლების არც ერთი კადრი საჯარო სივრცეში არ განთავსებულა. ხო, კაი. რა ჰუმანურები იყვნენ, ხედავ? ირემდნენ. რატო არ განთავსებულა? იმიტომ რომ აშანტაჟებდნენ კაცო ადამიანს. თქვა გრიგოლიამ, კაცო მე ვიცოდიო რომ ჩემი აშანტაჟებდნენ ადამიანებს, კაცო ჩვეულებრივად და ატერორებდნენ და იქვე უთხრა გრიგოლიამ. ეშინოდა ხალხს, რომ საპირისპირო მოქცეულიყო. ხო და ესე იგი ჩვენ არა, ესენი ძდებილები არიან რა, მე მგონი, არა, უტიფრები რა, პროსტა. ხო, არა, ესე იგი ჩვენ ვართ რუსეთი და ის რუსეთი როგორც კი დამარცხება უკრაინელების მიერ, მე ჩვენც რა თქმა უნდა ჩამოვიშლებით. ეგ არის იდეა? აი, ესეთი ოპოზიცია არის ზუსტად ეს, რა ქვია, შემაფერხებელი ევროპული განვითარებისკენ. ბუგაძის ბოღმას გავყვეთ რა კიდე რა. კიდე გინდა? კიდე რატომ მინდა ის რომ ყველაზე გამაღიზიანებელი გულისამრევი არის, როდესაც ხედავ ეგეთ პოზიციებს, თან ეგეთ პოზიციებს მედიაში, სატელევიზიო სივრციდან თან ამას რო არავინ არ ეწინააღმდეგება, ვინც უსმენს საუბრის მიმდინარეობის დროს. ან შენ როდესაც შენი ქვეყნის წარმატება დალინკული გაქვს იმაზე რა პოლიტიკური დღის წესრიგი არის შენს კომფორტული თუ არა კომფორტული და იმის მიხედვით აძლევს საკუთარ თავისუფლებას გახარებასა თუ არ გახარებასთან დაკავშირებით, ანუ სიტყვას არ ვიცი მე ქვეყნისადმი როგორი საკუთარ ქვეყნისადმი როგორ დამოკიდებულებას აღნიშნავს რა. იმიტომ რომ რავი ხა ნაცების პერიოდში მე არ მქონია ეგეთი რაღაც რომ რომელიმე ქართული სპორტული წარმატება რაიმე ტიპის ნეგატივზე დამელინგა. ამ ჩვენ რა ნაკრები მოიგებდა მიხარო და ოლიმპიადაზე ოქროს ავიღებდით მიხარო და რავი აი როგორ პროპაგანდას არ უნდა გამოეყენებინა მიშას მე. ეხა ფინალისკენ მივდივარ და მარგარიტი საბჭაკი გახსოვთ ყველას იცით ვინც არის და არის ნუ ჩემი აზრით გონებრივი განვითარება არ აქვს ძლიერი რა და რომელი საბჭაკი? საბჭაკი ქსენი. ხო და ქსენია საბჭაკი ლაპარაკობდა სუვერენიტეტზე როგორც ასეთზე უკრაინის. და გაუშვებ ეხლა მე და ნუ მერე თარგმნი რა. გაუშვით? Активный Запад. Я даже не буду спорить. Допустим, это так. Почему Украина, которая является суверенным государством отдельным, не имеет права хотеть, чтобы ей руководил коллективный Запад? Уже можно? მადლობთ. უკრაინა რომელიც არის სუვერენული ქვეყანაო, რატო არ უნდა რატო არ აქვს უფლება უკრაინას როგორც სუვერენულ სახელმწიფოს უნდადეს რომ მას კოლექტიური დასავლეთი მართავდეს. მაგარი სუვერენიტეტის აღება. საერთოდ ერთი რამებაში ისეთ სიგიჟე თქვა რა. რატო მე ხო სუვერენული ხო და არ მინდა. რატო არ მაქვს უფლება თქვა სუვერენიტეტზე უარი. იმიტომ რომ შედალოცვილო საბჭაკ ქვეყანა პირველ რიგში ხასიათდება მისი სუვერენიტეტი. თუ ქვეყანას სუვერენიტეტი არ არის ეს ქვეყანა რა. აი ესეთი აიქეთ ლიბერალებს, რუს ლიბერალებს, სალკეს ასტავია ვაფშე. ეს მოსასმენ გადაცემა არის და ჟურნალისტი თუ რა მეკითხოს დაუსვამს მაგაზე. ეს ჟურნალისტია, კაცო. აქ სტუმარი არის თუ ეს ჟურნალისტია, თავის გადაცემა. მაგრამ ეგეთ კითხვა. როგორ მოამზადა ეს კითხვა ხდები? ეს კითხვა მოამზადა. კი, როტო არ აქვს სუვერენულ საქართველოს. უფლება რომ დათანხმდეს რომ უხელვარო სუვერენულმა იმანა კოლექტიურმა დასავლეთმა.
აი გსულილი რო არა გვაქვს რომ და დაახლოებით ეგ არ უნდათ ამ ტექნიკური მთავრობის და ოპოზიციის ხალხს მიშა მაგას არ ამბობდა ჩამოუყვანთ ნიდერლანდებიდან მოსამართლეები. ანუ მერაბიშვილი და ეგენი მაგას არ ამბობდნენ რომ უცხოელი თავარია უცხოელმა თქვას რამე და ჩვენ აქ დავემხობით მუხლებზე და ზურაგირჩი ჯაფარიძეს ეგრევე იმას ვიზავთ. შარშანს. ხო. ნუ ტიპები არიან კოლექტიური მონები და ჩვენი ოპოზიციური კი ბატონო ზუსტად. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ დრო ამოიწურა, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს. პარასკევს არის დიდი განცემა, კვირაში ჩვენ 5 წელი გვისრულდება, შეგვიძლიათ მოგვილოცოთ უკვე. აი ესე რა, როგორც თქვენ გინდათ მოგვიოცოთ, გინდა რა, ისე გაგვიშვა. ჩვენ მაინც ვიტუსაოთ. კარგად. კარგად.